ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. მათ კრიმინალად გამოაცხადეს ამერიკასთან ასოციაცია. 200 დღეა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ყოველდღიურად გმირულად გამოდის ქუჩაში. მათ უჭირავთ ამერიკის დროშები, თანატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ისეთი, რაც რეალურ ფასს გადაახტევინებს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით? უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ამიტომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან რეგიონში. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა დამატებით ვარიანტს. კონკრეტულად რას გვეგმავთ დღეს, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მიმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.